გამარჯობა, ეთერშია ტვინის გასაღების 56 ეპიზოდი. მე გახლავართ საბა ჯანაშია, გადაცემის წამყვანი და მივესალმოთ, წარმოგიდგენთ ჩემთან წამყვანს თორნიკე ბაღათურიას. გამარჯობათ, მოგესალმებით კიდევ ერთხელ. გამარჯობა ჩემო ძმაო. თორნიკე, დღეს ძალიან საინტერესო გადაცემა გვექნება და განსხვავებული, რაც შეიძლება დღეს 8 აგვისტო არის, ქართველებისთვის მძიმე დღე, ომის დღე. ნამდვილად. რომლიდანაც 18 წელი გავიდა უკვე. როგორ მიდის არა? და აი მე მახსოვს ახლა იყო ხო? გუშინდელი დღესავით მახსოვს რომ ვიდექით აბაშიძეზე ბიჭები უცებ ეს მოხდა და არავინ არ იცოდა რა უნდა ეკნა, რა უნდა გაეკეთებინა. საერთოდ ვერ ვიგებდი. ბათუმში ვიყავ. ვერ ვიგებდით ვერაფერს და იცი როგორი მომენტი იყო. იცი ჩვენ რავი რამხელები ვიყავით, ძალიან პატარები. 18 წლისები, ხო? 2008-ში 18 წლის. 13 ხო, რა ეგრე. ხო. და 18-19 წლის ბიჭები და მართლა ისეთი ქაოსი ატყდა უცებ რომ არავინ არ იცოდა რა უნდა ეკნა. ეხლა ვიღაცებმა ვინც ცოტა მანამდე იცოდნენ და თავში ვინც იყვნენ და ვინც პირადად მონაწილეობდნენ ამაზე იმათ ახლობლებმა და ვიღაცებმა ვინც უფრო ადრე იცოდა შეიძლება უფრო იცოდა რა უნდა ეკნა, მაგრამ არაფერი სადაც ვიდექით ეზოში ჩვენ სახთან, ჩვენ იმაში, რა ქვია, მან დაურჩით და დაველოდეთ რომ აი ვსო ომი დაიწყო რა და ეგ მოხდება და რა მოხდება არავინ არ ვიცი, მაგრამ ჩვენ გავართ აქ რა. საშინელი ღამე იყო მართლა და მადლობა ღმერთს რომ ბათუმი ჩაქრა ბულვარში ვიყავი მაგრამ მადლობა ღმერთს რომ ის არ მოხდა ისიც ყველას ეშინოდა რომ შემოსვლა და რაღაცა იყო საშრობ იყო თბილისში შემოვიდა მახსოვს ხო მაგარი პანიკაში შუქები ჩაქრა კი ბატონო სიბნელე და აი განუკითხა სარკოზი ჩამოვიდა მაგაში თორი დიდი შანსია თბილისთან ახლოს იყვნენ გასო გორში და იქ უკვე შემოსულები ანუ იყო რა მაგის დიდი რისკი მაგრამ მადლობა ღმერთს გადავრჩით მაგისგან ეხაც ყველაფერს უნდა გავაკეთოთ იგი და იგივე რაღაცა არ მოხდეს ეხლა ხო ხდება იგივე 4 წელია ცდილობენ რომ ომში ჩაგვიწრიონ ხო? ხო ანუ ეხლა ამჯერად ის მომენტი არ არის რომ ანუ ვიღაცა გიჟს გადარეულს ერთი გაყვეს და ქვეყანა გადაყვეს და მაგადარეულს უნდა მოსვლა ეხლა რომ ეგ გააკეთოს მაგ გადარეულს არაფერი შანსია რა უბრალოდ აი რომ დღევანდელი განმოსახით რომ ავიღოთ რა ეს არ ხდება იმიტომ რომ წარმოიდგინოთ გონივრულად უდგებით ამ ყველაფერს და მიუხედავად იმისა რომ მართლა დღევანდელ დღეს რაც ხდება მსოფლიოში სიგიჟია ყველგან ომია ყველგან რაღაცა პრობლემა და ჩვენთან არ ხდება ეგ და მადლობა ამისთვის ღმერთს პირველ რიგში და ყველას მაგაში ვინც მონაწილეობას იღებს მაგრამ ეს რა იყო კოშმარი ხო ჯერ რა გააკეთეს რომ რა მოხდა რატო და აი ჩემ აზრს ვიძახი პირადად რა ვისაც უნდა რა აზრიც უნდა დააბიოს აი ჩემ პირად აზრს ვიძახი რომ ჩემთვის რა იყო რა ეს ამბავი რა რომ იქ მთელი ამბავი პრობლემები იყო რაღაცეები იყო ხვდები ხან იქიდან პროვოკაციები ხან აქ და რაღაცა ერთმანეთში სულ ეს იყო მაგრამ ის რაც მოხდა ჩემი აზრით ვიზახი პირადად ნათელში ამყოფოს ყველა გვინც გარდაიცვალა მაგომში რის გამო რა ახალგაზრდა ბიჭები ქაური ჩვენი მახსოვს 500 უბრალოდ ყველაფერი ისე დაალაგდა პირველი იმით დავიწყოთ რომ გაფრთხილება არ ქონიათ ჩვენ მხარეს რომ გამოეყვანა დაეცალათ მხარე როცა ვიცით რომ რუსეთის მხარეს რუსებმა თავის მხარეს ყველა გაიყვანეს იმიტომ რომ რაც შეიძლება მოხდარიყო გათვალეს ეგ და გააკეთეს ჩვენი ხალხი გაფრთხილებული არ იქნა და მაგის ვიდეოებიც არსებობს არქივიც არსებობს რომ ეს ფაქტია ეს ერთი ან უდიდესი საეჭვო ფაქტი მეორე უდიდესი საეჭვო ფაქტი ის რომ ჩემ მეგობრისგან მაგ პირადად აი ძალიან სანდო ადამიანისგან მაგ მოსმენილი იქ ერთ-ერთი რაღაცა 20-ეულის ან 100-ეულის თავარი კაცისგან რომ მოდიოდნენ თვითმფრინავებმა გადაუფრინეს და ეგონათ რომ ჩვენები იყვნენ და აი და შეეგებდნენ ამ თვითმფრინავებს და უცებ ამ თვითმფრინავიდან გაიხსნა ცეცხლი და დაიწყო დაბომბვა და აქეთ იქით ხალხი როგორ ფეთქდებოდა ამის მომსწრე გახდა. დაშინალი არაორგანიზება. ეს ორი ფაქტი, აი მარტივ რაღაცებს ისეთ რაღაცებს ვიტყვი რა, რომ აი შემოსადავებელი ვარაფერი. მესამე ის რომ იქ ძალიან ბევრი ახალგაზრდა იყო, მოხალისე იყო, რეზერვისტები იყო, რომლებიც უგზო უკლოდ დატოვეს, პატრონი არ ყავდა არავის, რომ მიეცა რაღაცა მითითება, მიმართულება რაღაც. ეს მესამე ფაქტორი. მეოთხე ფაქტორი ის რომ ამ ჩვენი მიცვალებულების, ჩვენ მხარეს ცხედრების გამოტანაში ვინც გაიქცნენ დატოვეს და ანუ რეული იღებდა მონაწილეობას მაყურებელი რეული მოსახლეობა და საპატრიარქო და ჩვენი პატრიარქი ჩავიდა და მაგ ხალხმა გამოიყვანეს და მე ყველაზე ისეთი აი რაც მართლა ღალატის ტოლფასი რაც არის აი სახეზე არის მაქიდან 2-3 თვე არ იყო გასული და ჩვენი სტრატეგიული ობიექტები გადასცეს რუსეთს აი ეს ჯიგრულად რა კი ყველაფერი
თვითონ ევროსაბჭოს რეზოლუციაზე აქვს ხელი მოწერილი თვითონ რომ ცხინვალის გაუფრთხილებლად დაბომბვის შედეგად ფართო მასშტაბიან ომში გადაიზარდა. ამას თვითონ აქვს ხელი ტალიავილის დასკვნა და ასე შემდეგ. ამას თვითონ აქვს აღიარებული ეს ყველაფერი. ეხლა რომ გამოდიან და ჯერ კიდე ომი დაიწყო 7-8 აგვისტოს და ეხლა ახალი რაღაც განხეთქილებით. ხო ეს შარშა რომ დაიწყეს რაღაცა ის. შარშანა რამოდენიმე წელი ეს დაწყებული როგორც ნებისმიერ შარშანასოს გადაცემაში ქონდა მაგაზე ვილაპარაკე. ხო, კი, ხო, შობა როგორც არის რომ 25-ში ნებისმიერ თემას ან 9 მაისის ფაშმა გამარჯვების დღეს 8 და მე ხვდი აი ყველაფერში ცდილობენ რომ რაღაც განხეთქილება შემოიტანონ, ესეც ერთ-ერთი ნაწილია ამისი და ნუ მადლობა ღმერთს რომ ეგ საზოგადოება ხო ვიზეთ საუბრობთ აღარ არის ჩამოშორებული არის მომენტად და ბოლომდე არ არის ჩამოშორებული მაინც აი ეს ბოლო 14 წელია ისევ აქტიურები არიან და მაქსიმალურად რა რესურსებით გააჩნიათ ცდილობენ ჩვენი ქვეყანა დააზიანონ და ასო თუ ისე გამოსდით ეს დაზიანება, იმიტომ რომ ხო არ ჩერდებიან, ხო ხედავ რა დღეშიც არიან დანოსებს წერენ ყოველდღე დადიან იქი და საქართველოს არ ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი და ასე შემდეგ და დავასანქციროთ და ნუ ყველანაირად ცდილობენ რომ ჩვენი ქვეყანა დააზიანოს. დღესაც ვაკვირდებით ხო, როგორ მავნებლობენ ესენი რომ დადიან და დანოსებს რო წერენ, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ ეკუთვნის და დაასანქცირეთ ბიძინა იუნიშევ დაწყებული ჩვენი ქვეყნის დამთავრებული ყველაზე ცდილობენ რომ დაასანქციროთ. რამენაირ ზიანი მიადგეს ჩვენ ქვეყანას, მარტო ამით არიან დაკავებული. ვინმე მითხრას ერთი ფაქტი ეგრეთ წოდებული ოპოზიციიდან, რომ რამე ერთი განცხადება მაინც ამ ოპოზიციაში რაც არის 14 წლის განმავლობაში, რამე ქვეყნისთვის სასიკეთო განცხადებაც კი არ გავუკეთებთ. ყოველთვის ყველა ამათი განცხადება ტურებივით არიან ჩასაფრებული და ერთი სული აქვს ჩვენ ქვეყანაში რამე უბედურება მოხდეს. ამაზე ზეიმობენ. ეხა ნებისმიერ რაღაცა მომენტზე არიან. ჩასახო აი ტურე გენებით ესე ჩეგროვდებიან, ის ცალცალკე ხო ყველაფერში არა ერთად ესე და ერთად დაჯიშრები არიან, მაგრამ ხო მიხდი აი ელოდებიან მომენტს, რომ რაღაცა მოხდეს იქ, წყალდიდობა მოხდეს, აი ტრაგედია მოხდეს. ყველაფერი გამოიყენოს სათავეში. იყო ხო, ნებისმიერ რაღაცა სახურავი გადაძრეს იქ, რაღაცა ჩამოინგრეს. ამის სურვილები აქვთ. ხო და რიცი, ანუ სხვა ვერაფერი, სხვა რესურსი არ გააჩნიათ, მავნებლები, აი მხრები. მე მინდა ეხა ომზე დავიწყეთ, საუბარი ომით დავიწყეთ და მინდა რომ აი ვითარება ხა მე რაც გიყვები, გარეთ ქუჩაში ვიდექ ჩვენ 19-18 წლის ბიჭებში რა ხდებოდა რომ აი ესე სახში კი არ გაუქცეულ ვართ და ვაიმე და ჩვენ გვინდოდა წასვლა კახამანოს მივედით, მაგრამ ვითხოვდით. და წარმოიდგინე აი როგორი სიტუაცია იყო. იცი აი გარეთ ეზოშივე ველოდებოდით რა უნდა მოხდა იყო და ეხა ნახე ამ დროს რა ვითარება არის, ეხა და კიდე ერთი ეს ვიდეოც რო ვნახე რა, მე მაგაც კიდე ეჭვი გამიჩინა იმან რომ გამოდის ქვეყნის პრეზიდენტი მაგ დროს და თბილისელებს მოუწოდებს. რო ანუ ეგონება მაგის გარდა არ ყოფილიყო ქალაქი. თბილისელებს მოუწოდებს მაინც რომ მე დაწყნარდითო რომ ქაოსი არ ატყდეს ქალაქში. ხო და თბილისელებს მოუწოდებს ეგეთ რაღაცას რომ მე ყავჩო ვიციო და ზუსტად ვიციო რომ ხვალამდეო არაფერი გემუქრებათო. ანუ საიდან იცი რა იცი გეკავენ არ გავაპირებთ ჯერო და შვიდათ იყავით ხვალ ანუ მიხდი პანიკა რო მაქსიმალურად ისე რომ ჩაევლო იმას რომ ბევრი პრობლემები არ გამოეწვია პლუს მე მგონია რომ იმდენად ანუ არასაჭირო ომი იყო და ანუ არაფერში არ ეწერა და ეგრე ომი და მტერი და ოკუპანტი რო ტიპი ხდება შენი მაგას მე რო ეთანამშრომლები და რომ გადაცემამდენ ობიექტს მიხდი? რატო გაბა რა საზღვართან რო ხდება? სად გადმოდით და აბა აი მაგას რო აკეთებ. წარმოიდგინე მანდ რომ მე რა შვები ციპა ხო თუ ხურავ ვიზას ანუ ქართველებს იქ მყოფებს უკეტავ ვიზებს და წარმოიდგინე იქ პრობლემებს უქმნი ამ ხალხს და ყველა ჩამოდის ამ მიხდი ანუ აი ეს ყველაფერი გააკეთა ოღონდ რუსებს კი არ შეუჩერა ვიზა რუსებს და ვიზა კი არ ჭირდებოდათ. ჩვენ დაგვჭირდა ვიზა მაგალითად რუსეთს. აგრე არ არის, ეგ შეაჩერა რუსეთს შენ ვერ აჩერებ, მაგრამ ის რუსეთმა შეგვიჩერა ჩვენ. არა, კაშმა კი არ შეაჩერა. ანუ არასწორი მithქმა, ნახე, რუსეთმა შეგიჩერა შენ და შენ არ შეუჩერე. მივხვდი ანუ ჩვენ ტიპებს შენ გავუხსენით ხო? ხო, ჩვენ სამხრივად ჩვენ მოდი ტერი თუ არ და მიჩერებ, ხო? მე რატო სამხრივად გავუხსენთ ვიზები რუსებმა ეხა ბოლო 2003-ში გავუხსენეთ. და მაგის გარდა ვიდეოები არის იყო რომ გადმოდით და მოდით და ფული და შემოიტანეთ და რუს ბიზნესმენები და ხალხი აქ ასობითასაც რუსი უნდა გადმოვიდეს. რამდენიც გინდა იმდენი ვიდეო. კი, კაცო, ხო, ჩვენ რუს ხალხთან რა და მოусმინეთ ხა რაც ის დავიწყე ამ ვიდეოს მოусმინეთ რა განცხადებას აკეთებ. ჯერ ეს სახეს დააკვირდი. მე მინდა უბრალოდ მოვმართოთ ახლა უკვე
ორგანიზაციული საკითხით მე ვაგიდა სრული პასუხისგებლობით გითხრათ რომ ხვალამდე მინიმუმ თბილის არანაირი საფრთხე არ ემუქრება მე ამას ვლაპარაკობ სრული პასუხისგებლობით იმისათვის რომ თბილისელში არ აწყდეს რაიმე სახის პანიკა თბილისელებმა არ დაიწყონ სადმე მოძრაობა მე გაძლევთ სიტყვას რომ ყოველ საათში ერთხელ ჩვენ მოგაწვით დეტალურ ინფორმაციას იმის თაობაზე თუ როგორ გადაადგილდება მოწინააღმდეგე ან თუ საერთოდ გადაადგილდება ჩვენი ჯარი რაც გამოვიყვა ჯერთი ივცელდებოდა ჭორები ხალხმა დაინახა მოძრავი კოლონები ჩვენი ტანკების და ჩათვალა რომ ეს რუსებია ეს ასე არ არის ნამდვილად ჩვენი ტანკები და ჩვენი артиლერია გამლაგებულია სადღაც იმ ადგილებში სადაც თბილისი და მისი შემოგარენი არის დაცული მოწინააღმდეგეს გადაადგილებებს მონიტორინგს ჩვენ უკეთებთ ეს ნიშნავს იმას რომ მინიმუმ 7-8 საათით ადრე გვეცოდინება მათი მოძრაობების შესახებ და თავისთავად ამ მოძრაობას სჭირდება მრავალი საათი თუ არა რამდენიმე დღე თუ მათ ეს გადაწყვეტეს რა მონიტორინგს უტარებდა ის ვერ გაარკვია თვითმფრინავმა რო გადმოუფრინეს ვინ იყვნენ რო გაიქცა გახსოვს და რო გაიქცა და დატოვა ყველა ანუ და წარმოიდგინე მე მაგის მერე გახსოვს ეს ვიდეო ცნობილი გასტუქს ოჭამს ხა გასტუქს ოჭამს მან და ეხლა მაგის ახსნას თავ ხო როგორ აპრავებენ ეხლა უყურე 18 წლის წინ ტიპი ჭამს გასტუქს და 18 წლის მერე ამის ფანატკა არის ხო გია ბარამიძეზე უფრო ამას უყურე ხა გული უნდა დაგიწვა ამას უყურე რა სირცხვილი არის და ეს რას კადრულობს სტუხს ღეჭავს ეს ყველას აქვს ნანახი და მე ერთხელ ინტერვიუს დროს საქართველოს მესამე პრეზიდენტს ვკითხე რატო ღეჭავდით მაშინ ხალხსტუხსა და მითხრა მე ისეთ რამებს მიყვებოდნენ სამაჩაბლოში მიმდინარე მოვლენებზე ჩემს ხორცს რომ არ ჭამდი ახლაც მიყვარს საქართველოს მესამე პრეზიდენტთან ინტერვიუ ჩვენ ჩავწერეთ ციხეში ისიც რა გათახსირებულია რა პასუხი გაცა ეგ გაცა გონია? არა, ეგ გაცა მაგას არ გამიკვირდა, არ გამიკვირდებოდა, რომ ზუსტად მაგ პასუხს გაცემა. ამან დაიჯერა ესე და მოყვა. ის манипуляტორი ვენა გათახსირებული. რა ცუდი კაცი, ბიჭო, ცხინვალში წარმოიდგინე. ისეთი გამწარებული, აი ხო არ გამოთქვი, რომ ისეთი გამწარებულია, რომ დანა რო დაარტყა სისხლი არ გამოვა. ისეთი გამწარებული იყო დანა პირსა რუხ, სადღაც არის დანა და სადღაც პირი და გახსნა და ისეთი გამწარებული, გასტუხს ჭამდაო, წარმოიდგინე? აი მაგას აპრავებს ეს. ეს არასწორებია, ბიჭო, ცხინვალში ყავდათ ყვითელი ავტობუსები შეყვანილი, დროშებით, ტრანსპარანტები და ანუ რა უნდათ ისი გზე იმ კონცერტის მოწყობა, როგორც აქ წაგებული ომი გვაზე იმეს, ხო გახსოვს პრეზიდენტები რო ჩამოიყვანა. ისე იქ ხო გეგმა იყო ეგეთი, რომ ცხინვალი ხო დაბომბეს. და იქ უნდათ რომ შესულიყვნენ, ხო გახსოვს ცხინვალი ავიღეთ და ეს მიდიოდა რა მაგ პერიოდში და უნდათ იქ ყვითელი ამოდენმე ავტობუსი და დიდი ისინი კამაზები ყავდათ შეყვანილი, დროშებით და იმით და ბრიფინგის იმით დამავიწყდა რა ქვია მაგას სახელი, ნუ მოკლედ გამახსენდება. სტენდი რა რა, ბრიფინგს ასეთ ატარებენ და დროშებით ისე გზეიმს აპირებდა ცხინვალში. აი ესეთი კლოუნი არის რა. გზეიმს კონცერტი ჩატარდა. რუსთავ ხო ჩვენთან იქაც აპირებდათ ხო ცხინვალში მაგას. რუსთაველზე კონცერტი ჩატარდა. აი ეს გამოდიოდნენ ეს მომღერლები და ისინი წარმოიდგინე იქაური აი ნაცი მომღერლები ვინც იყვნენ. და ხელი ჩაკიდებული დროშები და ამღერებდნენ და მიშას აყვირებდნენ. წაგებული, მეგეთ რაღაცა ალბათ შეებოდა ჩვენ არ ვიცით, მაგრამ მე არ გამიგია სოფლიო პრეზიდენტი. წაგებული ომი კი არა. წაგებულ ომს ვინმე ზეიმობს. იდეალურად ჩატარებული სპეცოპერაციის აღნიშვნა იყო ეგ და არა წაგებული ომის ის. იდეალურად ჩაატარეს დადგეს ის რომ ვითომ აი ეგ. წარმოიდგინე ყველაფერი მაგისკენ მიდის. კატასტროფა არის, კატასტროფა არის. კიდევ ერთხელ ეხა ეს როგორ აიცი რომ ეს ისეთი ომი ყოველთვის აი ყოველ წელს ეს უნდა გავიხსენოთ, ყოველთვის ამაზე უნდა ვისაუბროთ, იმიტომ რომ ახალი თაობა იზრდება, ეს მავნებლები ყოველთვის ისაუბრებენ, მათ ტვინი გამოურეცხონ და სხვა რეალობა დაანახონ, როგორც 8 აგვისტოზე ისე ნებისმიერ სხვა
თემაზე ხო, ნებისმიერ სხვა თემაზე, იქ რიცხვებს ვსვლიან, დღეებს ვსვლიან ასე შემდეგ. ამიტომ ყოველთვის საუბარი ამაზე საჭიროა, უფრო ხმა ანალიზები უნდა გაკეთდეს, რომ ყველაფერს საკუთარი სახელი დაერქვას. და ამათი მავნებელი წარმომადგენელია ომს ეხება ეს თემა და ამასაც შევეხოთ. არამედ საქართველოს მოქალაქეა, ქართველია, ხო, ესე სახელითაც, გვარითაც რაღაცა ქართველი ჰაბიტუსი ასე შემდეგ და წარმოიდგინე იაგოს ყავდა ხვიჩიას გადაცემაში და იქ აფხაზეთის ომზე რაღაც ფრაგმენტია და უბრალოდ მოусმინოთ რა განცხადება გააკეთა. აღარ გააძლევდნენ ისინი ტყვეებს და ჩვენ ტყვეები არ ყავდა. ჩვენებს ტყვეები არ აყავდათ. რატო? ხრეტდნენ ჩვენები? ჩვენები. ანუ იმის რატომ იყო ეს აუცილებელი? აუცილებელი არ იყო აბსოლუტურად, რა თქმა უნდა, მაგრამ როცა ადამიანს ბიძაშვილს მოგიკლავენ, მას მოგიკლავენ, მეგობარს მოგიკლავენ, ხო? იქ ემოციის შეკავება ძალიან ძნელია და ეხლა მე ისე კი არ ვამბობ, მიმცხრეთ და ეხლა იქით ამ ხედანაც ხო იგივე ხდებოდა? იქ დისციპლინა იყო. იქ. ოკეი. იქ იყო, იმიტომ იქ იყო რუსული დისციპლინა. და ისინი იყვანდნენ ტყვეებს. გაცილებით მეც და იქიდან ბესლან კობახია იყო ჩემი, ასე ვთქვათ, მეორე მხარე, ეგრეთ წოდებული სეპარატისტების მხარე, რუსების მხარე, რეალურად მაგრამ ისე, რომელიც მეუბნებოდა, კაი, მე 10-ს მოგცემ, რა, შენ ერთი ხო უნდა მომცე. წარმოიდგინე, აქ ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის, იცი? იაგო ხვიჩია ხო კითხვას უსვამს და რო ეუბნება, რომ ჩვენ ხრეტით თვითო და რო ატარებს ამას. თითქოს არაფერი არ უთქვამს, საერთოდ მნიშვნელოვანია. რა გამახვი ისეთი საშინელება თქვა, მაგრამ ეს არის გამოსაყვანი და ნუ რა ვიხ რისი ღირსი არ თუ ჩვენ ქვეყნის როგორი ზია ეხლა როგორი მომენტია იცი რომ ამას ატრიარებენ აფხაზეთში, რუსეთში, ეს როგორი მომენტია აფხაზეთში ხო ზდიან ტყუილში იქ ახალ თაობასო ჩვენ გენოციდი მოვაწყეთ ხო ეს აგერ უმტკიცებს ამით და თანაც რუსები კაი ადამიანები გამოყავთ და ჰუმანურები რომ ის ტყვეებს და ჩვენ ყველა ტყვეს ჯერ ტყუილია ბიჭო არის ტყუილი ეს არ მოხდა გადაცდომები აფხაზეთის ომის დროს იყო ჩვენი მხრიდანაც და იმათ მხრიდანაც რა თქმა უნდა ოღონდ ჩვენ ეს უნდა შევეცადოთ რომ ეს ყველაფერი დავივიწყოთ და რაღაცა ხო ხდები ეს ყინული galღვეს და ეს მავნებელი აღვივებს ოღონდ თან ჩვენ მხარეს კი არ იჭერს იმათ მხარეს იჭერს ანუ წარმოიდგინე დასაჭერია რა ეს არის პერი მოღალატე ჩვენი ქვეყნის ესეთ რაღაცა სიმართლეს რო იყოს როგორ უნდა თქვა და თან ტყუილია და თან ესეთ რაღაცას იძახის და აძლევს საბაბ შენ ეხა რუსულ საინფორმაციოში აფხაზურში ხო აი ეს ტრიალებს და ამას რომელი კაცია თან ხა აჩვენებენ რომ აგერ აი თქვენიანი რასი ავიდა და ოჯახი რომ ამოწყდა და ტერორისტები იყვნენ რომ ეგენ საშიშები იყვნენ და ხო და ეგრეთ წოდებული სეპარატისტები თან იძახის ეგრეთ წოდებული არ არიან სეპარატისტები რას ეგრეთ წოდებული სეპარატისტებს რატომ მოიხსენიებს ჯერ მავნებელი აი ტიპიური აი კლასიკური მაგალითი ქვეყნის მოღალატე და მტერი როგორი არის აი აგერ ბავშვებო და ადამიანები აი ესე ხო თითები უნდა მიუშვირო რომ აი როგორი არის როგორი არ უნდა იყოს ადამიანი არის ეს ამაზე არის ნათქვამი გურაი ნაირად პოსტარანაირად შეუულიათ ეგეთი რაღაცების გაკეთება და ლაპარაკი მე ამ ყველაფერს ან თვითონ ათჯერ უსმინე არ მჯეროდა მეგონა რომ სხვა რაღაც იყო რაღაცა მეთქი ვერ გავიგე მე ხვდი რაღაცა ვერ მივა ვერ მივხვდი ანუ მე ჩვენებოდა მე მგონი ესეთ რაღაცა როგორ თან ტყუილი ბიჭო ესეთი მავნებელი როგორ შეიძლება ადამიანი იყოს და მოდი ახლა ერთ თემას შევეხოთ რა მინდა ჩაგირთო ერთი მავნებელი და უბრალოდ მოусმინე ტიპიური манипуляტორი და ამ დროს ჩვენ გვეძახის манипуляტორებს ჩვენ ვინც ესე ვფიქრობ და ვსაუბრობთ იმ ადამიანებს ინგლისში ყველაზე ხშირად დარქმეული სახელი არის მუჰამედი რელიგიური იდენტობა პირდაპირ იკარგება ეს განცხადება ფაქტობრივად მართალია თუმცა манипуляციური ხრიკით სწორედ აქ იმალება რაზეც ახლა გიამბობთ დიახ 2025 წელს ინგლისსა და უელსში ახალშობილ ბიჭებს ყველაზე ხშირად მუჰამედი დაარქვეს მაგრამ იცით ჯამში რამდენ ბავშვია საუბარი 8500-ზე მაშინ როცა ორივე ქვეყანაში სულ 300,000-ზე მეტი ვაჟი დაიბადა. ანუ მონაცემი, რომელიც ევროპის დეგრადაციისა და კულტურის დაცემის მტკიცებულებად მოაქვთ, სინამდვილეში საპირისპიროს ამტკიცებს. ამ ორ ქვეყანაში ახალშობილი ვაჟების მხოლოდ 3%-ს დაარქვეს მუჰამედი. და მაშ როგორ ხდება, რომ 3%-ზე ნაკლები პირველ ადგილზეა? პასუხი აქ დემოგრაფიაში კი არა, არითმეტიკაშია. მუსულმანური ოჯახები ტრადიციულად ხშირად ირჩევენ სახელ მუჰამედს, წინასწარმეტყველის საპატივცემლოდ. სხვა რელიგიური ჯგუფები კი არჩევანს ათასობით სხვადასხვა სახელზე აკეთებენ. ტიპიური манипуляტორია თვითონ რა, ეხლა როგორ არის, იცი რა, რაღაც მცირე მართვალი სიმართლის თქვა და ამითი უნდა რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს და დახატოს ისეთი სურათი, რომ თითქოს დიდ ბრიტანეთში მიგრანტების პრობლემა არ არის.
ამ კონკრეტულ მუჰამედს როგორაც ჩვენც ხშირად ვახსენებთ ამ თემას და მე გადაცემაში რომ მიწევ ხშირად ამას ხავს ყოველთვის ვამბობ რომ მუჰამედი არის ბოლოს 3 წელია პირველ ადგილზე მამაკაცებს შორის სახელით. აქ ეს ყველაფერს ტოს ლაპარაკობს, მაგრამ თავარი რა ეს არის მოკლე შინაარსი მუჰამედის ამბავი და ეხლა მოდი ცოტა სალად გავნიხილოთ რა მდგომარეობა დიდ ბრიტანეთში და ყველა ამას ნაცვლად გაიგებს. ეს ოღონდ რამე საიდუმლო ინფორმაცია კი არა, ხელმისაწვდომი ინტერნეტში ყველა შეუძლია ვისაც აინტერესებს ჩაწეროს და მარტივად ყველა სტატისტიკას ნახავს. გარაფერი საიდუმლოებას ახალს და რაღაც ის გასაოცარს არ ვიტყვი. დიდ ბრიტანეთში და უელსში ერთად დაიბადა 585,000 ადამიანი 2025 წელს. აქედან 300,000 იყო ბიჭი და 285,000 იყო გოგო. და თეთკანიანი ბრიტანელების რაოდენობა ყოველ წელს მცირდება. ეხლა მაგალითად 2025 წელს სულ 53% დაიბადა თეთკანიანი ბრიტანელი. და მაგალითისთვის 2007 წელს ეს მაჩვენებელი იყო 64%-ზე. 11% დაიკლო. და ეს რას ნიშნავს კიდე რომ შემდეგ 10 წელიწადში მაქსიმუმ 10 წელიწადში 53% 4% მინიმუმ ხო მოაკლდება. ანუ წარმოიდგინეთ ისეთ კატასტროფულ მდგომარეობაში იქნება რომ დიდ ბრიტანეთში ჩვენ მოვესწრებით ამას რომ დადგება დრო სადაც თეთკანიანი ბრიტანელები გახდებიან უმცირესობაში. ამ ყველაფერს ეს გვიმალავს და ერთი მომენტი მინდა რომ უბრალოდ აგერ აი სიტყვასიტყვით წავიკითხო. მატება შეინიშნება ბანგლადეშური, ინდური, პაკისტანური, სხვა აზიური და შავი აფრიკული წარმოშობის ახალშობითა წილში. გაგიმარჯოს. აი ეს არის სიმართლე და მუჰამედ ჩვენ რო ვახსენებთ ხოლმე ჩარტებში რო ლიდერებს ბოლისამდე აი ამას ნიშნავს ეს თორე ეხლა რომ მუსულმანები და ზოგადად არა თეთკანიანი ბრიტანელები იქ უმრავლესობაში არიან ამას არავინ არ იძახის მაგრამ ეს ტენდენციები არის რომ მუჰამედის გარდა ჯერ სხვა 1000 სახელსაც იყენებენ ხო და ამიტომ ეს მავნებელი არის ტიპიური манипуляტორი და თავის თავს მიხედოს და სხვებს ნუ ეძახის აი მავნებელი ადამიანია ხო ეხლა ნუ ხელის გულს კიდე ერთხელ გავიმეორებ ეს ყველაფერი ინტერნეტში მოძიებადია და ყველაფერი შეგიძლია ყველა ადამიანმა შეუძლია ნახოს. ნებისმიერი სტატისტიკა დიდი ბრიტანეთის თუ ბანგლადეშის მაგალითად. ასე რომ манипуляტორი ვინ არის, ამას მაყურებელი და მაგის გარდა ეხლა მე კიდე აქ რომ თავარი სათქმელი მანდ არის ის რომ იქ მუჰამედი დაერქმევა თუ აჰმედი დაერქმევა თუ რა სახელი დაერქმევა. პრობლემა არის იმაზე რომ არის პრობლემა ეს მიგრაცია მანდ მთელ ევროპაში. ანუ ერთ-ერთ არგუმენტად მოყვანილია ის რომ ქვია ყველაზე მეც მუჰამედი. თუ გინდა სხვა სახელი იყოს, მაგრამ მაგით ეგ მაგას გეუბნება რომ ანუ ქვია ეგეთი სახელი. ანუ ეს ბიჭი ხაი რას ემსახურება არ ვიცი, მაგრამ ნახე იმათ. აი სანამ ვიდეოს დაჭრიდა. სანამ მე ამას მოიფიქრებდა რომ აი იქ მოეჭრა რომ მე ისე თქვა და ის. აი ახალგაზრდა ბიჭი ეგეთ რაღაცას როგორ კადრულობ რომ ტყუილს ქმნი, ანუ ამინე ტყუილს ქმნი და გინდა რომ აი ცნობადი გახდე თუ ვიღაცა მეცნობა თან ეს ტიპი აი საიდან ვერ გავიგე მაგრამ აი ეგ რომ ცოდნა რომ ეს უნდა ექნა ბოლოს ანუ მანამდე გავიცნობდი ალბათ აი არ ვიცი ძმაო რა გმისია გაქვს ცხოვრებაში ამას რო აკეთებ რატო აი ვინმეს კი არ ვიცავთ просто ანუ აი სიმართლე ობიექტური ჭეშმარიტება რაც არის და შუიდან ვიყურები რომ ამას რო აკეთებ მე მოგისმენო ან დაგეთანხმო ან არა აი იპარავ რაღაცას იქ ხვდები ანუ გეტყობა რომ აი საშენოდ გაქვს მორგებული ეგ და რა ვიცი ყველაფერს ჩვენ ვიცავთ აი ჩვენ პირადად ჩვენ გვეხება ეს რასაც იძახის და манипуляტორებს როგორ იძახს მე მაგაზე გავუბრალებ ამას ჩვენ გადაცემებში ხშირად ვლაპარაკო და მე მართლა ძალიან ხშირად მომყავს ეს ერთ-ერთ არგუმენტად რომ ევროპაში რა მდგომარეობა როგორ კატასტროფულ მდგომარეობაში არიან და ეს მართლა манипуляტორი ვიჯო გამოდის აგერ და ჩვენ გვეძახის манипуляტორებს ნუ აი ხა აი ესეთი მავნებლები არიან. თან კიდე ერთხელ ვიმეორებ, უმარტივესია, მეგობრებო, ნებისმიერ შეგიძლიათ ნახოთ, რომ ტყუილია რა. და ჩვენ კიდე აი ერთხელ არასდროს არ გვიტანს, რომ ეს არ ნიშნავს იმას, რომ იქ არიან უმრავლესობაში უკვე, მაგრამ ძალიან მალე გახდებიან. შეიძლება წარმოიდგინეთ 53%, ეხლა ჩვენ ქვეყანაში 85% ქართულ წარმოიდგინეთ რა კატასტროფა იქნება, რომ ჩვენ ქვეყანაში 60% თუნდაც ანუ 53% რო ვიყოთ მარტო. ეს ხო საგან გაშუა. და ტენდენცია როგორ მიდის, ხო? 18 წელი ისტორიისთვის ხო სხვაში წვეთია. 18 წელს წარმოიდგინე 11% დააკვდა. რამდენია წარმოიდგინე. 53-ზეა, ანუ 5 წელიწადში შეიძლება ის 59% გახდეს, ხო? და ანუ ეს რასო დრო გავა კიდე ქვემოთ. და ანუ ეს ვითარება რო არის სოფლიოში. ყველგან პროსტა ანუ ამის ის რო არავის აი ამას თვალს რო არ უსწორებენ რა ეს ისინი ვიზეს ხო ვამბობ ხო ხვდები და წარმოიდგინე ბიჭო, იმის მაგივრად რომ ერთად დაუდგეთ ერთმანეთის გვერდზე. ეს გადაუდოთ ეს და პირისპირება და ეს ბოღამა და ვინც არის ნაგავი მოვისროლოთ სანაგვეზე. ვინც არის ნორმალური ადამიანი, შეცდომაში შეყვანილი არ არის, ვაპატიოთ ერთმანეთს
ანუ გავერთიანდეთ ისო და ქართველები ვიყოთ მოსიყვარულეები ერთმანეთის მიმართ და დავდგეთ ერთმანეთის გვერდზე, ხო? ანუ აი ამას ხო, ამაში ხო კიდე ხელს უშლიან და აი საშინელი პრობლემა ის საქართველოს ვაფშე აი ამ სოციალური ქსელების და აი ყველანაირ ზოგადად აი ბიჭო აი რას ვერ ვხვდები იცი? ამაზე ვაფშე ერთ წუთს არ უნდა კარგავდეს ადამიანი, მაგრამ შენ წარმოიდგინე ბიჭო, რა ზნედაცემული ხალხი არიან ეს ტროლები. აუ, კაი ხსენე. აი რომელ ტროლებზე გელაპარაკები, იცი? ორ შვილიშვილიან მოხუცი ქალები შავ-თეთრი ფოტოებით. წარმოიდგინე და ოღონდ შექმნილი არის აი რაღაცა გაუგონარი რაღაც სახელი გვარებით, ორ გვარიანი რაღაცებით და არც სურათი არ უდევს არაფერი და ეს 100 50 ზოგს აკაუნტი ზოგს და ანუ აი ესე მაგათი ცხოვრება რა არის? როგორ მეცოდებიან წარმოიდგინე რომ მაგათი ცხოვრება რა არის რომ უნდა იყოს სოციალურ ქსელში არავინ და არაფერს არ უნდა წარმოადგენდეს და ვიღაცა რაღაცა შექმნის და ილაპარაკებს და თუ სწორი იქნება, კარგი უთხარი რა, თუ არა სწორი იქნება, დაუწერე ის არასწორი. ხო არ არის პრობლემა, მაგრამ თვითონაც არ არიან ან თავისი აზრი არ არის. გაყიდული აი რა მაგის იქ მართლა ფსკერია რა, მაგის იქით ხო ადამიანის აი ზნეობის დაცემა აღარ არის, რომ ადამიანი გახდე არა მოგონილი რაღაც, საიდანაც მოგონილ რაღაცებს დაუწერ, იმიტომ რომ მეორე ადამიანი ან გააბრაზო, ან შეურაცხყოფა მიაყენო, ან დაამცირო, ან რაღაც. ამით თქვინა საზოგადოება აცრესენი, რომ ჩვენ უნდა დავიძაბოთ, უნდა ვიფიქროთ, რომ აი ნახე რამდენი ვიღაცა რაღაცა წერს, აზრი უნდა შევიცვალოთ, უნდა შეგვეშინდეს, გადაცემა აღარ უნდა ჩავწეროთ, აი ეგ მიზანია. თქვენ ხართ საცოდავები, აი პირადად მოგმართოთ, თქვენ საწყალებო თქვენ, იმენა ღმერთმა გიშველოთ, რომ რა უნდა გიშველოთ ისიც არ ვიცი რა უნდა გიშველოთ თქვენ შვილებზე მაინც იფიქრეთ შევილი შვილებზე იფიქრეთ თუ ყავთ ანუ დედმამის შვილებზე ოჯახის წევრებზე იფიქრეთ იმიტომ რომ აი ეს სიბინძურე რაც ამოგდით და რაც გამოგდით ნებისმიერი ადამიანის გვერდზე ვიძახი და ნებისმიერი ადამიანის წინააღმდეგ ვისაც ეს არ დაუმსახურებია აი რა გგონიათ როდესმე კარგად იქნებით როდესმე ხელი მოგემართებათ რამეში თქვენ იქნებით სულ საიამ საზიზღრობაში, რაშიც დღეს ცხოვრობთ და პროსტა თქვენ გულებს ჩაიხედეთ, რად გიღირთ, რომ თქვენი თავები დაკარგეთ, ბიჭო, დაივიწყეთ და კაციან, ქალიან, მოხუციან ბავშვად, აი ესე გაბანძდით და აი რავი, რა უნდა დაგაკეთოთ. აბა ერთი სადაც 500 კაციანი აი მარტო აი რა გული მეწვევა აი ამათი საცოდაობით, პროსტა რო არიციან, რა საცოდაობები არიან და რო არიციან ამათ ნაირ ხალხს ღმერთი წირას უმზადებს. ერთი 300 კაციანი ჯგუფია, რომელსაც რაღაც 50 აკაუნტი აქვს თითოს და მიდი და წერენ და მაგაში ატარებენ დროს. ბოტები არიან, სამარცხვინოები არიან. მე კიდე ერთი პრობლემა. აქ იმაზე რატო არ ამბობ ამას რა მომისმინეთ. კიდე ერთხელ ვაცხადებ ძალიან ისე მოგმართავთ რა. რასაც საჭიროთ ვთვლით. როცა საჭიროთ ვთვლით, მაშინ დავიწყეთ და იმის მერე რაც საჭიროთ ჩავთვალეთ ყველაფერი ვილაპარაკეთ რა. იქამდე რას ვამბობთ კიდე არავინ არ იცით და მოდი და თავი შეიკავეთ. პირველად შემოსული ვიღაცა ჩვენ გადაცემის მაყურებელი რომ რაღაც შენიშვნებს იძლევით რა. ყველა გადაცემა ნახეთ რა სად გვაქვს ნალაპარაკები და რა თემებს ვართ შეხებული და მაქინან გამოიტანეთ მე დასვნა უნდა დაწეროთ ეგეთი კომენტარი თუ არ უნდა დაწეროთ თორე ისე ნუ იზავთ ვაფშე კომენტარებზე ვაფშე გავაქროთ და აღარ აზრის დაფიქსირების საშუალებაც აღარ მოგცეთ იმიტომ რომ მართლა არ იმსახურებს ეს ეხება რა თქმა უნდა აი საზიზღარ საზოგადოებას რომელსაც ტროლები წარმოადგენენ აი საზოგადოება როგორ უნდა უწოდო მაგათ აი რავი აი მართლა 95% არის ეგ საზოგადოება დანარჩენ 5% არის ვიღაცები პირდაპირ სურათიც აქვს და წერენ და ვიცით ჩვენ ეგეთი ადამიანები 1-2 მე ლეკვევით რომ მუსიკებივით რომ იმაშები რავი როგორ ცხოვრობენ ან აი ოჯახის შვილს ეფერე აი მიხვდები მართლა ვერ ხვდები რა ძინებთ და რა ვიძებთ აი ეგ როგორ გაკეთებული ამდენი ადამიანისთვის მომენტ და არაობა რო ხარ არავინ რო არ ხარ იმალები რო ანუ დამალული ხარ რო არ გაიგონ შენ რო ხარ თორე მიხვდი ანუ თქვენ საცოდავებო, თქვენ საწყლებო, ყველამ გაიგო ამ ინტერნეტ სივრცეში, რომ თქვენაირ ბანძებს ვაფშე ყურადღებას დღეს უკვე აღარ აქცევს. და ანუ ძალიან ბევრი სიტუაცია კიდე რომ შეიძლება გააქროვაში და აღაგაო პირისაგან იმისა და რავი, გონს მოეგეთ თქვენ საწყლებო რა კარმას პრას რა სიმზადებთ თქვენ რაც თქვენც არიცით რა.
ო, ეგეთ მამნებლებს არაფერი არ გამოჩვენ, ხა მიშა მადიდებლების ხო შემოგვესვიენ იქ, აი მიშას ფეხით ჭხილად არ ღირხართ, აი ეგეთ რაღაც სამარცხვინოები. ეგეთი საზოგადოება ხო შემოგვესვიეს, ქალი სექტანტები და ბოტები ერთად ხო შემოგვესვიენ, რომ არ გაჩერდე მიშას. სექტანტი ბოტები. ხო, ეგეთი მიქსებიც არის. ეგ მეტისიაო, ეგეთი მეტისებიც არის. აი, აგონია. ეგენი არ გამოირო, ეგენ მართლა გეუნები ერთადერთი მიზანი არის მაგის, რომ მე და შენ აზრი შეგვაცვლებინონ, რისი არ არსებობს შეგვაშინონ, გადაგვაფიქრებინონ, რომ გადაცემა აღარ მარტო ეგ მიზანი არის და რაღაცა ჩვენზეც ნახი. ხო, აბა რა. და ქმნიან რა, საზოგადოებას, როგორ რაღაც იცი, პირველი ყველაზე მეტი აქ ნახვები, ხო? ნახვების მერე მოდის ლაიქები და მერე კომენტარები არის, ხო? ანუ პროცენტულად რო გადაიანგარიშო. ყველაზე ნაკლებს ადამიანი აკომენტარებს, მაქსიმუმ ლაიქი, შენი პოზიცია გამოგიხატოს, ხო? ან დადებით თუ არ ყოფითი და დანარჩენი არის კომენტარები და კომენტარები ყველაზე ნაკლებს და კომენტარებში აქტიურობენ. მე ხვდები ძირითადად, რომ მე იქ ხო ადამიანები შედიან, კითხულობენ და იქ როგორ აიცი, რომ 10-დან 8 თუ შეურაცხყოფას გაყენეს ის მე შეიძლება დაფიქრდეს მე რომ რაღაცა რა ხდება, მაგრამ აქ 10-დან 8 რა არის, რომ 8-ვე მიშა მადიდებელია. ეს პირიქით კაი არის, ადამიანი ნაცვლად მიხვდება რა მდგომარეობა არის. ეგ კანტორა ვაფშე, ანუ ისა პირდაპირ თავს იწრავენ ვინ არის აჩვენო, ხო, კაი არის ეგ და რონახოს ეგ არის oi. ესენი რა მიზანიც აქვს გასაგებია, მაგრამ ჩვენ ამას ვერ შეგვაცრუებებენ ჩვენას, ამიტომ ტყუილად წვალობენ, მაგრამ იწვალონ, იყვნენ, იშრომონ, იოფლიანონ და ასე შემდეგ. და მოდი ნენა უკვე დასასრულისკენ წავიდეთ ჩვენ გადაცემის. ხო, წავიდეთ თორნიკე დასასრულისკენ, რავი, ისეთი გადაცემა იყო, ეხლა აქ რავი, რაღაცა ისეთი ხიარული ვიდეოებიც გვაქვს, მაგრამ ამ გადაცემის მაშინ მაინც თავს შევიკავებ, იმიტომ რომ ჩვენთვის რავი მნიშვნელოვანი თარიღია და მნიშვნელოვანი დღე არის და რავი კიდე ერთხელ მოვიგონებ ყველა ვინც ამ დღეს შეეწირა და ამ მომს შეეწირა და ჩვენ გმირებს ყველას ნათელი და სანთელი ყოველთვის რა. ერთმანეთს შემხოს ყველა ჩვენი მეომარი მირის სული ნამდვილად. კარგად ბრძანდებოდეთ მეგობრებო, მომავალ შეხვედრამდე მადლობა რომ გვიყურებდით, არ დაგავიწყდეთ ჩვენი არხის გამოწერა დროებით, მადლობა.